ებრაულ მხარესთან შეთანხმება მიღწეულია მოლაპარაკებებს საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე აწარმოებდნენ. ებრაული ავიაკომპანია ფრენებს იმავე დღეებში ითხოვდა, როდესაც რეისებს საქართველოს ავიახაზები ასრულებდა. მოლაპარაკების შედეგებზე პირდაპირ ეთერში სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ხოჯოვანი ისაუბრებს. საღამოშვიდობისა ბატონო მამუკა. საღამოშვიდობისა მოგესალმებით. პირველ რიგში საინტერესოა, რა შედეგი დასრულდა მოლაპარაკებები და როგორ გადანაწილდა რეისები თელ-ავივის მიმართულებით. მინდა მოგახსენოთ, ეს წუთია დასრულდა მოლაპარაკება ისრაელის საავიაციო ხელისუფლებასა და ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის ის ქალაქ თელ-ავივში. მოლაპარაკება იყო დადებითი, შედეგები იყო დადებითი, რეისები დღეს ხვალიდან მინდა მოგახსენოთ, რომ რეისები შესრულდება ჩვეულებრივი განრიგით, იმ განრიგით, რაც ავიაკომპანიებმა წარმოადგინეს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტებში და ასე რომ გზავრებს შეეძლებათ შეფერღების გარეშე განახორციელონ ფრენები ორივე მიმართულებით. ბატონო მამუკა, ანალოგიური პრობლემა ებრაულ კომპანიასთან ყოველ წელს სეზონის დაწყებისთანავე ჩნდება. რა გარანტიები მიიღო ქართულმა მხარემ, რომ მარკიასთან დავა ერთ წელიწადში კიდევ არ განახლდება? აგრეთვე მინდა მოგახსენოთ, რომ ხელშეკრულება დაიდო ესეთი მოლაპარაკება ორ მხარეს შორის, საქართველოსა და ისრაელის შორის, რომ შემდეგი განრიგების, ფრენების განრიგების დამტკიცებამდე მოხდება ისრაელსა და საქართველოს შორის ახალი საჰაერო ხელშეკრულების გაფორმება, სადაც ფრენების პირობები იქნება ლიბერალური და ყველანაირი შეზღუდვა იქნება მოხსნილი. შესაბამისად, ყველა პრობლემას ადგილი აღარ ექნება შემდეგი ფრენების განრიგის დამტკიცების დროს. და ბატონო მამუკა, კიდევ ერთი შეკითხვა, ალბათ რაც ყველაზე მთავარია და რაც ყველაზე მეტად გზავრებს აინტერესებთ. ცნობილია, რომ ბილეთები თელ-ავივის მიმართულებით პრაქტიკულად წინასწარ არის დაჯოშული და გაყიდული. არის თუ არა გარანტია იმისა, რომ გზავრებს პრობლემები აღარ შეექმნებათ? დიახ, ზუსტად აი დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ გზავრებს პრობლემები აღარ შეექმნებათ, ხვალიდან ფრენები აღსდგება ჩვეულებრივი გრაფიკის შესაბამისად. დიდი მადლობა. კურიერის შეკითხვას პასუხობდა სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ხოჯელანი.